ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან ბიძგების სიმძლავრე 8.8 მაგნიტუდა იყო. რუსული მედია წერს, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაზიანდა შენობები. სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ევაკუაციის ბრძანება გაიცა ჰავაისა და იაპონიის ზოგიერთ რეგიონში. მუშების ევაკუაცია განხორციელდა იაპონიაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან. ტრამპმა რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის მიცემული ვადა 10 დღემდე შეუმცირა. პუტინთან შესანიშნავი საუბრები მქონდა, უბრუნდების სახლში ვრთავ ახალ ამბებს და ვნახულობ, რომ კიევს ბომბავენ. პუტინს უნდა რომ ომი გააგრძელოს, ჩვენმა ტარიფებმა შეიძლება იქონიოს გავლენა რუსეთზე, შეიძლება არა, მაგრამ მათ 10 დღე აქვთ, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს, მტკიცედ ვუჭერ მხარს, რომ სანქციები 500%-იანი იყოს და არა 100%-იანი, აცხადებს კონგრესმენი რიჩარდ ბლუმენთალი. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა 300,000-ზე მეტი ადამიანი რუსეთიდან დაფიქსირდა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს, ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზე თურქეთი, მესამეზე კი სომხეთია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი უკრაინის მოქალაქეები ომის დასრულებამდე აქ დარჩენას შეძლებენ, თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.